გავა თუ არა გამოძიება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის და სუსის ექს-შეფის კვალზე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს დავით ტაბიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაჩნდა. მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის გამოძიებას პროკურორის თქმით, რომ მათი შუამდგომლეს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო შეეფარდებინა სასამართლოს. რა არის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და უკვე ბრალდებული სტატუსით გამოკითხულმა დავით ტაბიძემ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ვის დაადო ხელი ამხილა თუ არა ყოფილი მაღალი ან მოქმედი თანამდებობის პირები იმაში, რომ დიდი ფულის მოპარვის საქმეში ისინიც იყვნენ გარეული. ეს არის კითხვა, რომელიც უპასუხოდ დატოვა დღეს ორივე მხარემ. საქმის მასალებზე არ საუბრობენ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საქმე არის ძალიან მოცულობითი, 94 ტომია ამ დროისთვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონზე მეტის გაფლანგვას უკავშირდება. ამ საქმის ფარგლებში დაკავებული არიან ლაგი კაპიტალის თანამშრომლები, ის პირები, რომლებიც იღებდნენ პასუხისმგებლობას, მათ შორის სკოლების და ბაღების აშენებაზე, რეაბილიტაციაზე, თუმცა რეალურად აღნიშნულ თანხებს იპარავდნენ. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქამდე სანამ უსასყიდლოდ გაასხვისებდა წილებს იყო ირაკლი ზარქუა-სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ამიტომ ბუნებრივია რომ ჩნდება კითხვა, არის თუ არა მისი კვალი საქმეში. დღეს ამ საკითხზე დასმულ კითხვას პროკურორმა ორაზროვნად უპასუხა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ არ გამორიცხა, რომ ალექსანდრე ამისულაშვილის გამოკითხვას ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდების მხარე აპირებს. ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო. ეს მნიშვნელოვანი ქართველების წინააღმდეგის საჩვენება, ანუ გაბლენიანი პირების წინააღმდეგ არის ჩვენება. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ათეოლობით მოწმე, რისი შედეგიც არის ის, რომ რამოდენიმე პირია უკვე პასუხისმგებლობაში მიცემული. გამოკითხული არის თუ არა ირაკლი ქარსელაძე, ეს მაინც ქარსელაძემდე მივა თუ არა საბოლოო საგამოძიებო ან გამოიკითხა თუ არა. გითხარით, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტულ გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, ასევე იგეგმება მრავალი პირის გამოკითხვა, მათ შორის არ დარჩება პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად რაიმე სახის შემხებლობა თან სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოკითხვაც არ განხორციელდება. მათ შორის არის ალექსანდრე ამისულაშვილი და ქარსელაძე. ანუ ეს პირების გამოიკითხა. თანხის ნაწილში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ სრულად გაითვალისწინა. თუ არა ირაკლი ქარსელაძე ის პიროვნება, რომელსაც ხელი დაადო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რომ რამდენჯერმე გაიმეორა ეს დღეს პროკურორმა. გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საქმეზე იყო მოცემული, გავაკეთეთ ჩვენი კომენტარები ბრალდებული სახით გამოკითხვის დროს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შინაარსობრივ ნაწილზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. გამოძიებასთან თანამშრომლობს პირველი დღიდან არა დაკავების, არამედ როდესაც დაუძახეს მოწმის სახით დაკითხვაზე, იქიდან თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რაღაცას ხელი უნდა დაადო თუ ქართული ოცნების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გროვდება ჩვენებები სასამართლოში. დღეს რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა მისცა ჩვენება. შპს ჯეოკრაფტის და ნახიდური ჰესის თანამშრომლები ადასტურებენ იმას, რომ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო პირველი, როდესაც დასრულების შემდეგ ოჯახმაც ისურვა გაეცა კითხვებზე პასუხი ჟურნალისტებისთვის. მიქაუტაძის ცოლი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი მეუღლის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას და ოჯახი იმედოვნებს, რომ გამოძიება რეალურ ჭეშმარიტებას დაადგენს. მიქაუტაძე დანაშაულს არ აღიარებს, წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნობს თავს უდანაშაულოდ, მას 9 მუხლით ედავება სახელმწიფო ბრალდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მილიონების გათეთრების გამო მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვერვესწრები პროცესებს ვერ ვისმენ ვერაფერს და რა გიპასუხოთ? ამ კომპანიებზე ხო გაქვთ ინფორმაცია თქვენ ეს ნახიდური ჰესი და ჯეოკრაფტი. წარმოდგენა არა. არც ერთი მოწმე არ ამყავს არასოდეს თვალით ნანახი, აი სიცოცხლეში. ეს ხალხი რატო აძლევს მის წინააღმდეგ ჩვენებას, მათ შორის ბატონი რომეოს მეგობრები. აიკითხენ იმ კომპანიის თანამშრომლები,
თა მართვაშიც მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე და მათ დაადასტურეს მათ შორის დირექტორმა რომ კომპანიის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა რომ მართვაში მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე გადაწყვეტილებებში ღებულობდა მონაწილეობას რომეო მიქაუტაძე ასევე მეორე კომპანიის მეორე კომპანიის მეწილემაც განაცხადა რომ მონაწილეობდა ამ კომპანიის საქმეებში ბრალდებული დავით ტაბიძის და მუნიციპალური განვითარების ფონდის კიდევ ორი ყოფილი თანამშრომლის წინა სასამართლოს ხდობა 18 დეკემბერს არის ჩანიშნული. სავარაუდოდ ეს იქნება თარიღი, როდესაც განსაჯელის კამიდან ისინი კიდევ უფრო მეც იტყვიან, რადგან ყველა მათგანი თანამშრომლობს გამოძიებასთან და სამივე მათგანს სასამართლომ გირაო შეუფარდა.